ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი დავით არახველიძე ქუთაისში მდებარე ავტოქარხნის დასახლებაში იმყოფებოდა. მინისტრმა ადგილზე არსებული საწყობი მოინახულა, სადაც საოჯახო ნივთები ინახება. მინისტრის განცხადებით, ნივთები 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის იყო განკუთვნილი. ქუთაისის ყოფილი მერის რწმუნებულის კახა ხვარეშიას განცხადებით, აღნიშნული ნივთები მას დევნილთა სამინისტრომ 2008 წელს გადასცა. ისივე განმარტებით, საყოფაცხოვრებო ნივთების დიდი ნაწილი ომის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს უკვე გადაეცათ, ხოლო საწყობში დარჩენილი ნივთების წასაღებად მან სამინისტროს ადგილობრივ წარმომადგენლებს უკვე რამდენჯერმე მიმართა. ამ საწყობებში აღმოჩენილი იქნა 2008 წლის საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებული დევნილებისათვის ცხინვალის რეგიონში და შიდა ქართლის რაიონებში რამდენილებისათვის გამოყოფილი სახსრებიდან შეძენილი ნივთების გარკვეული პარტია. ეს არის საოჯახო საყოფაცხოვრებო ასე ვთქვათ საჭიროებები. სამინისტროდან ყველა საბუთი თამახს აქვს. სამინისტროდან მიიღე 2009 წლის დასაწყისში ეს საკონელი, რომელიც ამ წუთში თქვენ ნახეთ. შემდეგ მოხდა მიღება ჩავარების აქტით, რომელშიც მიწერია პირდაპირ არის აღნიშნული, რომ ეს არის რუსეთის აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის. ამ შემთხვევაში მოსახლეობა ქუთაისში იყო იმდენი, რამდენიც არის გაცემული მიღება ჩავარების აქტებით.